ამ ვიდეოთი მიმართავდი ქართველ ურა პატრიოტებს, ბრიყვებს. ამ ურა პატრიოტ ბრიყვებში გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც აი დარბიან და პუტინს შეაგინე რომ მოგახტებიან და პუტინ ხუილო რუსეთი რუსკი ვაინი კარაბლიძი ნახუი სლავა უკრაინა და აი რაღაც სიგიჟეებში რო არიან შესულები. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ წესით, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მტერი და მუდმივი მოკავშირე, ხო? და მეგობრობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი და საუბარი და მთელი ისტორია, ხო, კაცობრიობის ამის მაგალითია, რომ ეს მართლაც ასია. ჩვენით რო დავიწყოთ, ხო, ქართველებიც და ძალიან შორს რო არ წავიდეთ, ხო? აგერ წინა საუკუნის დასაწყისში ქართველებს ომი გქონდა სომხებთანაც, ომი გქონდა თურქებთანაც, მაგრამ დღეს სომხებთანაც და თურქებთანაც შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს და არც ერთს არ აღვიქვავთ როგორც მტერ სახელმწიფოს, ხო? და ორივესთან ეგრეთ წოდებული მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. ასევე აი ამ ბრიყვმა, ეგრეთ წოდებულმა ურა პატრიოტებმა უნდა გადახედონ აი ძალიან რო უყვართ ევროპა, ხო? გადახედონ ევროპის ისტორიასაც და ძალიან შორს მოწავლენ, აქვე იტრიალონ, ხო? პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი. ევროპაში ძირითადი წამყვანი ქვეყნები ვინ არის, ხო? დღეს საფრანგეთი და გერმანია. აი საფრანგეთის და გერმანიის ურთიერთობებს გადახედონ, ხო? როგორი ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან. რა ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს როგორ ექცეოდნენ, ხო? პირდაპირ ომში იყვნენ ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, დღეს არიან ერთ კავშირში, არიან მეგობრები და რა ვიცი, არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ერთმანეთთან. ასევე ამ ადამიანებმა იმედი მოხს რომ იციან რა მოხდა იაპონიაში, ხო? ჰიროსიმა ნაგასაკი ყველას გაგონილი გვაქვს, ხო? დაახლოებით 80 წლის წინ ორი ატომური ბომბი ჩაუგდეს ამერიკელებმა, ხო? ყველამ კარგად ვიცით იაპონელებს. ერთ ქალაქში, შემდეგ მეორე ქალაქში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს იაპონია არის ამერიკის მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი წყნარი ოკეანის რეგიონში, ხო? ეს რისი მანიშნებელია? მე ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობამაც ჩემი მაყურებლისაც და ქართველებისაც, მაგრამ აი ამ ურა პატრიოტებმა უნდა ამ ყველაფერზე იფიქრონ, რაც ეხლა მე ჩამოვთვალე. მე არ დამიჯერონ, მე არ მომისმინონ. თვითონ დაიწყონ მოძიება და კიდევ ერთხელ გავამეორებ, ძალიან შორს არ დაჭირდებათ ისტორიაში წიაღსვლები. აქვე უახლოეს მაგალითებს გადახედონ და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის იქნება ეს პირველ რიგში მკვეთესი და სიკეთის მომტანი და გაიმიავებენ ცოტა ტვინებს და დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ ფაქტების რეალობის დანახვას და რეალურად აღქმას ფაქტების და აღარ მოუწევთ ესე გაგიჟებული დუჟმორეული რაღაცა სისულელების ყვირილი და აი ამ რაღაც სისულელების ყვირილით იმის მტკიცება, რომ თურმე პატრიოტები არიან. პატრიოტები კი არა, ვაი პატრიოტები არიან და ბრიყვი პატრიოტები. მეტი არაფერი არ შეიძლება ეწოდოს აი ამ კატეგორიის ადამიანებს.